ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია დაფუძნდა. პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. დამფუძნებლის გიორგი ნათენაძის განმარტებით ასოციაცია მესხური ვაზის ჯიშების მოძიებას, აღდგენას და გავრცელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა მოხდება დაინტერესებული ფერმერების გადამზადებაც, რის შემდეგაც ღვინის ჩამოსხმასა და რეალიზებაში ასოციაცია დაეხმარება. დამფუძნებელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის 21 მესხური ჯიშია მოძიებული. გიორგი ნათენაძე ვარაუდობს, რომ წელს 7-მდე ახალი ჯიში დაემატება. კიდევ არის ბევრი საღვინე ჯიში, რომელიც იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ნამდვილად მესხურ ჯიშებთან. და ეს არის ხანგრძლივი კვლევის პროცესი 2-3 წლის ალბათ და შემდეგ ვაპირებთ უკვე მაღალ პოლიგრაფიული წიგნი გამოვცეთ მესხური ჯიშების, სადაც ყველა ეს ჯიში იქნება აღწერილი თუ დღემდე რაც არის შემორჩენილი და უკვე მოსახლეობას ფაქტობრივად დღემდე შემორჩენილია წიქვაძის წიგნი, რომელიც 24 ჯიში აღწერილია, მაგრამ არ არის დეტალურად აღწერილი და დასაბუთებული. თუმცა უფრო მეტი ჯიშია, ვარაუდობ მესხურები დაახლოებით 31 დასახელება ვიცი. და აქედან 24-ია აღმოჩენილი ჯერჯერობით. პრეზენტაციას ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის დაფუძნების იდეის ავტორი სანდრო ბარნოვი დაესწრო. მისი თქმით, გლეხური მეურნეობების განვითარება მთავარი პრიორიტეტია. მესხეთი მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კუთხეა. სამწუხაროდ ამ დროისთვის ეს დარგი მაინც და მაინც განვითარებული არ არის. რაც ყველაზე სავალალოა, აქ არის ძველი მესხური ენდემური ჯიშები, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ. აღნიშნა სანდრო ბარნოვმა. მისივე თქმით, ასოციაცია ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება. სავალალო მიზანი მაინც არის ის, რომ თითოეულმა მეღვინემ, გლეხმა, მცირე მეწარმემ შეძლოს ძალიან ხარისხიანი ღვინის დაყენება, რომელიც საბოლოო ჯამში გააბნიდრებს ჩვენს ბაზარს და აქ იქნება უფრო მეტი მიზიდულობა, ეს ტურისტები იქნებიან და უშუალოდ შიდა ტურიზმი იქნება, გარე ტურიზმი იქნება, თუ ზოგადად ქვეყნის იმიჯი, როგორც მეღვინეობის ქვეყნისა, წამოიწევს ძალიან წინ. შეხვედრაზე მონაწილეებმა მესხეთში არსებულ მეღვინეობის ტრადიციებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ასოციაციის ხელშეწყობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იკისროს, რადგან მისი მთავარი მიზანი მესხური ჯიშების პოპულარიზაციაა. ბატონი გიორგი ეს ახალგაზრდა კაცი უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ საქმეს მიყვება და ესე დაფუძნება და ესე მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან და საერთოდ რაიონის მხრიდან ხელში უწყობს მესხური ჯიშების პოპულარიზაციას. მას უკვე მოძიებული აქვს არაერთი ჯიში და მას უნდა მხოლოდ მხარდაჭერა. უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ საქმითაა დაკავებული გიორგი და ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მეტ ყურადღებას გამოიჩენს გიორგის მიმართ. გიორგი ნათენაძემ პირველი მესხური ღვინო 2009 წელს გამოუშვა, რომელიც 3 სხვადასხვა სახეობისგან შედგება. 2013-ში მესხური მწვანე ჩამოასხა. მცირე რაოდენობით, თუმცა აღნიშნული ჯიშის პოპულარიზაციისთვის ესეც საკმარისია, აღნიშნავს ახალგაზრდა მეღვინე. სამომავლოდ ასოციაცია გარდა იმისა, რომ ვაზის უძველეს ჯიშებს გამოიკვლევს და გაამრავლებს, ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს საოჯახო მარნებით ღვინის ტურიზმში ჩაერთონ.